მეხუთე ბრიგადაში ილოცატრაოდენს და ეს არის მეხუთე ბრიგადის მეთაურის პოლონეთის საბადალზე. ესენი მოსავალდებულოთ აგვისტოში სამთავრო როლი ყველა პროფესიულია, მაგრამ თვითონ პირად შემადგენლობის ხაზინას არის სავალდებულო, რომელიც აგვისტოში დავიწყოთ და აგვისტოს შემდეგ უკვე ძალიან პროფესიული შემდგარია. მე გიზავსაბოლისთვის. ასვაც ვიდრე დავაგებთ, რომ ბალიში კონდეთ ხავე. ყველგანაც ხა რა ვთქვი, აქ არც ბოქსები იყო, არც სასადილო იყო, ღიაცის ქვეშ ჭამდნენ. არ იყო სასადილო, არც ესე იყვნენ. ღიაცის ქვეშ ჭამდნენ. გორთან ყველაზე პრიორიტეტულ ადგილას. ამათი ბრიგადა არის ეს ყველაზე პრიორიტეტული. არის. მე აკადემიას შევუთანხმდით, იქ დამყავდა ფეხით, კილომეტრი წინ კილომეტრი უკან და მე გაკეთა ეს. მე გაჩვენებ როგორი სავარია. კარგია. ერთიანი სტანდარტი შევიმუშავეთ, ასე სტანდარტი გავაკეთეთ ახლა. იქნება და შესაძლოა ყველა რაც მაგალითად ხორცი და რაც მიგრანტს ნორმისები გორთან განთავსებული მეხუთე ბრიგადა არის ძალიან პრიორიტეტული ქვედანაყოფი სამხედრო შერაღებული ძალებისთვის და დღეს პრემიერმა სწორედ მეხუთე ბრიგადა მოინახულა, მის ერთ-ერთი ბატალიონი გაეცნო ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ახალ სასადილოს, რომელიც არის ძალიან მაღალი ხარისხის, ასევე თუ როგორ ცხოვრობს ჯარისკაცი, გაიცნო, როგორ იკვებება და ასევე გარკვეულწილად ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა დაპირდა კონკრეტულად მეხუთე ბრიგადას, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან კარგია. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჯარისკაცი, ოფიცერი, სერჟანტი არის მთავარი ღირებულება საქართველოს მთავრობის და მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტით სწორედ ამის დადასტურება. სასიამოვნო იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. მან მოინახულა არსებული ინფრასტრუქტურა, ნახა ეს ახლად გაკეთებული სასადილო, ყაზარმები, დაესწრო სასწავლო პროცესს, დაგვირდა დახმარებას გარკვეული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით, ასე რომ კიდევ ერთი სამუშაო წარმატებული დღე ჩაიარა ბრიგადისთვის.